მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი. დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, ვფიქრობ საინტერესო შეჯამებას გავაკეთებთ. დაახლოებით 4-6 თვის პერიოდის განმავლობაში გვინდა რომ შევაჯამოთ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები. რატომ 4-6 თვის განმავლობაში? 4-6 თვე ეს არის დაახლოებით ის პერიოდი, როდესაც საქართველოში იყო აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ერთის მხრივ და შემდგომ არჩევნების პერიოდის შემდგომი პერიოდი. ორივე ამ ნაწილში, როგორც აქტიური წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მოყოლებული სექტემბრიდან გულისხმობ დაახლოებით ისე არჩევნების შემდგომ პერიოდს, განსაკუთრებით ეს უკვე შეეხებოდა ნოემბრის პერიოდს, ნოემბრის მეორე ნახევრის განმავლობაში პარლამენტის შეკრებამდე პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ბჭყალებში მძაფრ სიუჟეტიანი ფილმების მინიმუმ 2 სერია თავისი გაგრძელებებით, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა საქართველოს ეკონომიკა. პირველ სერიის შემთხვევაში იყო ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება მოიგებდა არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნებს, მაშინ ეკონომიკა იქნებოდა უმძიმეს მდგომარეობაში, მყისიერად და უყოვნებლივ და მეორე სერიაში იყო ასევე, რომ როდესაც ქართულმა ოცნებამ მოიგო საპარლამენტო არჩევნები, აი ახლა ნამდვილად ძალიან ცუდ დღეს ჩავარდებოდა ეკონომიკა, იქნებოდა იზოლაცია და ასე შემდეგ. უფრო ზუსტად მე რომ არ გადავაჭარბო ამ ნაწილს, პირველი დიაგრამა თუ შეიძლება ამოვკრიბეთ რამოდენიმე ძირითადი მესიჯი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო აქტიურად წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს ამოიცნობენ ავტორები ამ მესიჯებში, მაგრამ მე მინდა ყურადღება მიაქციოს მოსახლეობამ ამ მესიჯებს, რომელიც ეს იყო ეკონომიკური ვარდნა, ლარის გაუფასურება, ინფლაციის ზრდა, ინვესტიციების შეწყვეტა, ბიზნესის შეჩერება, ბოიკოტი, გაფიცვა, ეს მეორე სერიის ნაწილი იყო, აუცილებლად ლონდონის საფონდო ბირჟაზე უნდა დავარდნილიყო ქართული კომპანიების აქციები, უნდა მომხდარიყო საქართველოს ეკონომიკის სრული იზოლაცია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი, იყო ის, რომ საერთაშორისო რეიტინგებში და ეკონომიკურ პროგნოზებში საქართველოს მაჩვენებლები უნდა გაუარესებულიყო ამ პერიოდის განმავლობაში. ანუ სრული აპოკალიფტური სურათის დასახვა, რომელიც ხდებოდა როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების პერიოდის შემდგომ. ცალკეულ შემთხვევაში ეს ახლაც გრძელდება. გარკვეული ნაწილი, ასე ვთქვათ, საუბრობს რაღაცებზე, რომ თითქოს მე აღარ მithქვამსო, მაგრამ მარტო თქვენ კი არ იცით ამოჭრა, ასე ვთქვათ, ნათქვამების ჩვენც ვიცით, ასე რომ ყველა გვახსოვს, ვინც აი ამ ყველა პროგნოზირებდა და ცალკეულ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ახლაც აგრძელებს. მოდით შევხედოთ რეალურად რა ვითარება გვაქვს, შევხედოთ ლონდონის საფონდო ბირჟას, რომელიც ძალიან კარგი მაჩვენებელი და ბარომეტრია, შემდგომი დიაგრამა. თუ შეიძლება, შემდგომ დიაგრამაზე ჩვენ ვხედავთ ქართული კომპანიების აქციების ფასებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე. აქ ერთი მცირე განმარტება. მხოლოდ აქციების ფასების ზრდა-ანკლება ესე პირდაპირ არ არის მაინც და მაინც სწორი შეფასება. ანუ რას ნიშნავს? როდესაც ქართული კომპანიების აქციები იზრდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეს ნიშნავს მარტივ რამეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან კომპანიებს ენდობიან, ანუ საქართველოს ეკონომიკას ენდობიან და ინვესტორები, რომელიც ქართული კომპანიების აქციებში ათასობით, ათეულათასობით, ასეულათასობით მილიონსაც კი დებენ, ისინი ენდობიან იმ კომპანიებს და იმ ქვეყანას, საიდანაც ეს კომპანიები არიან. ანუ საქართველოს. შევხედოთ ვითარებას ამ შემთხვევაში სამი ქართული კომპანია წარმოდგენილი, არ დავასახელებ ისედაც ჩანს პრინციპში. აი ვითარება, რომელიც იყო ნოემბრის განმავლობაში, სამივე შემთხვევაში. ვარდნა აქციების ქართული კომპანიებს. ანუ აპოკალიფტური სურათის დახატვა ოქტომბრიდან შემდგომ აი ეს წინასაარჩევნო პერიოდია, ყველაზე ესეთი ვარდნის ნაწილი, როდესაც ყველაზე უფრო აპოკალიფტური სურათის დახატვა ხდებოდა, შემდგომ უკვე ნოემბრის განმავლობაში, რომ საშინე მდგომარეობაში იყო საქართველოს ეკონომიკა, რომ თურმე ქვეყანაში ეკონომიკა უნდა ჩამოქცეულიყო. რა ხდება ეტაპობრივად და ამის შემდგომ? 6 თვეა აქ წარმოდგენილი სრული. შემდგომ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ფაქტიურად განუხრელ ზრდას ქართული კომპანიების აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეს არის პარასკევის დახურვა. ანუ წინაკვირის პარასკევს აი ასეთი ზრდის ტენდენციით დაიხურა. ანუ არჩევნების შემდგომ პერიოდში ქართული კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა. ქართულ კომპანიებში უფრო და უფრო მეტმა ინვესტორმა უფრო და უფრო მეტი თანხა ჩადო და ჩვენ აქ ერთი წლის მაჩვენებელს რომ წარმოგვედგინა, ერთი წლის განმავლობაშიც კი პიკური მაჩვენებელია ფაქტიურად ქართული კომპანიების აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე. არა და ამით გვაშინებდნენ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი დაეცემოდა და საბამისად ქვეყნის რეპუტაცია შეილახებოდა, ცხადია ეს კომპანიები დაზარალდებოდნენ, ასე შემდეგ. ეს არ მოხდა. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება
შემდგომ დიაგრამაზე ჩვენ ვხედავთ საკმაოდ საინტერესო ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შეწყვეტა იყო ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ შემაშინებელი ფაქტორი, რომელსაც ჩვენ გვეუბნებოდნენ და შევხედოთ ვითარებას 2024 წელს, ანუ გასული წლის მესამე კვარტალის მაჩვენებელს ინვესტიციების ნაწილში და გასული წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებელს. მესამე კვარტალი, ანუ ფაქტიურად არჩევნებამდე პერიოდი, ანუ საშინელება რომ უნდა მომხდარიყო ეს ის პერიოდია და მეოთხე კვარტალი, საიდანაც 2 თვე არის სწორედ არჩევნების შემდგომი პერიოდი. დიახ, არჩევნების ჩატარების შემდგომი ვამბობდი, რომ ერთ-ერთი ქართული კომპანია, რომელიც იქ წინა სლაიდზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყო წარმოდგენილი, სწორედ არჩევნების შემდგომ პერიოდში 28 თუ 29 ოქტომბერს გამოაქვეყნა რელიზი, სადაც ნიდერლანდებიდან მოზიდულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე იყო საუბარი და დიახ, ვამბობდი, რომ არანაირი რისკი ინვესტიციების შეწყვეტის არ არსებობდა არჩევნების შემდგომ. დიახ, აი არჩევნების შემდგომ მეოთხე კვარტალი. და უფრო მეტი ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ 2023 წლის მეოთხე კვარტალი 2024 წლის მეოთხე კვარტალს. აქაც ამ შემთხვევაში ანუ 23 წელთან შედარებითაც კი გაიზარდა 2024 წლის მესამე კვარტლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი, არა თუ ასე ვთქვათ 24 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. ეხლა ვნახოთ, საიდან შემოვიდოდა ეს ინვესტიციები. აქ არის კიდე ძალიან საინტერესო თემა, ასე ვთქვათ, შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება ეს რუსული ფობიების ნაწილი, ასე ვთქვათ, რომ რუსეთიდან შემოდინებები რომ შეწყდება, საქართველოს ეკონომიკა ჩამოიქცევა. შეწყვეტილია რუსეთიდან შემოდინებები. და ამის შესახებ საუბრობ არა მე, არა საქსტატი, ან ვინმე, ამის შესახებ საუბრობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD, რომლის სათაობის წარმოდგენილია დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ინგლისში, კერძოდ ლონდონში. ყველაზე მსხვილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ნომერ პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ევროპაში საუბრობს, რომ ამოწურულია რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე შემოდინებების ფაქტორი და მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. ინვესტიციები საქართველოში შემოვიდა 95% ჯამურად. გაერთიანებული სამეფო ყველაზე მსხვილი, მალტა, ნიდერლანდები, შეერთებული შტატები. 5%-ზე ნაკლები შემოვიდა დანარჩენი ქვეყნებიდან. ეს მეოთხე კვარტალში. აი იმ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის იზოლაცია რომ უნდა მომხდარიყო, საქართველოში ინვესტიციები შემოვიდა კიდევ ერთხელ დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან. 95% ეს არის ამ ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები. მოხდა ეკონომიკის იზოლაცია, შემოვიდა ევროკავშირიდან ინვესტიციები, შემოვიდა დიდი ბრიტანეთიდან, შემოვიდა შეერთებული შტატებიდან. დიახ, მეოთხე კვარტალში. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, რა გავლენა იქონია ინვესტიციებმა, ხო? კარი, ყოველთვის საინტერესო ნაწილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რაც დაანონსებული იქნა, ეს იყო MRI-ის ინვესტიცია. როდესაც ხდება ქვეყანაში პოზიტიური ტენდენციების, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად გაჟღერება და ფაქტების დაფიქსირება, ბუნებრივია ეს იწვევს მსხვილი ინვესტორის ინტერესს. სწორედ ამის შემდგომ ხდება MRI-ის უმსხვილესი 6 მილიარდის ინვესტიციის განოსება. ესეც არჩევნების შემდგომ პერიოდში და მაინც შეგახსენეთ, რომ 1993-2023 წლებში პრინციპში 24 რომ დაზუსტება, მერე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიურად საშუალოდ საქართველოში საშუალოდ მილიარდის ინვესტიცია შემოდიოდა და ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ 6 მილიარდის ინვესტიცია მხოლოდ MR ჯგუფიდან იქნება. როგორც არავის ჯეროდა ჭყალებში არავის, ანუ იმათ, ვინც თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ საქართველოში ინვესტიციები თურმე არ შემოვიდოდა და შემოვიდა დიახ იმ ქვეყნებიდან, რომელიც უკვე ჩამოთვალე, ისე ამ შემთხვევაში მოხდა აი ეს ნაწილი. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება შემდგომ დიაგრამაზე ჩვენ უკვე ვხედავთ ეკონომიკის და ბიზნეს სექტორის აქტივობას, პროდუქციის ბრუნვის მაჩვენებლებს. აქაც მინდა შევხედოთ მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებს, აი სულ ბოლო ნაწილში, როდესაც გაიზარდა როგორც ბიზნესის ბრუნვა, ისე ბიზნესის მხრიდან პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლები. ეს ის მეოთხე კვარტალია, როდესაც ბიზნესის, აი ეს დასაწყისში რა სლაიდიც იყო, მოწოდებები ხდებოდა ბიზნესის ბოიკოტთან, გაფიცვასთან, დახურვასთან დაკავშირებით. და თუ შევხედავთ ჩვენ 2024 წლის მეოთხე კვარტალს, 2024 წლის მეოთხე კვარტალი აღემატება არა მხოლოდ 2024 წლის მესამე კვარტალს, კიდევ ერთხელ ბიზნესის ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვებით, არამედ ყველა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებებს. ანუ ჯამში დიახ, ამიტომ იზრდებოდა ეკონომიკა. ასე რომ ეს ფუჭი იყო მოწოდებები ბიზნესის ბოიკოტთან, დახურვასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება
სადაც ჩვენ უკვე შევხედავთ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას. როდესაც ბიზნეს აქტივობა გვაქვს, როდესაც ინვესტიციები შემოდის, ცხადია ამ შემთხვევაში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება და დიახ, 2024 წლის მეოთხე კვარტალი არის სწორედ ის მაჩვენებელი, სადაც ყველაზე უფრო მეტად გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. დიახ, კიდევ ერთხელ ეს ის პერიოდია, როდესაც საუბრობდით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბიზნესი უნდა ყოფილიყო ბოიკოტის რეჟიმში. არ გამოდის კიდევ ერთხელ ბიზნესთან ეს საუბარი, ხედავთ რომ ამ პერიოდში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, ისევე როგორც დასაქმებულთა ანაზღაურება, რომელსაც ამ კვირაში ჩვენ ვნახავთ, უკვე ამ კვირაში გამოქვეყნდება ეს ინფორმაცია ბიზნეს ინსაიდერის ეკონომიკური კალენდრის თანახმად. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება შემდგომ დიაგრამაზე შევხედავთ ვითარებას, რომელიც ამ შემთხვევაში არის დაკავშირებული საგარეო ვაჭრობასთან მიმართებაში. საგარეო ვაჭრობაში ჩვენ ხედავთ ზრდას. მთლიანად საგარეო ვაჭრობა გაიზარდა +15%-ზე მეტი, 15.9%-ით და გაიზარდა ექსპორტი +4%-ით. და რაც ყველაზე მთავარია, აი ამ დიაგრამას მინდა მივაქციოთ ყურადღება. ეს არის სავაჭრო ბალანსი. სავაჭრო ბალანსი, უარყოფით სავაჭრო ბალანსი მთლიანად შემცირების ტენდენციით არის. დიახ, ეს არის იანვარ-თებერვლის განმავლობაში, იმ პერიოდში, როცა ეკონომიკის იზოლაცია უნდა მომხდარიყო. ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა საგარეო ვაჭრობა და ექსპორტი. შემცირდა უარყოფით სავაჭრო ბალანსი და ის ლეგენდები სრულიად ფუჭი იყო. ბიზნეს აქტივობას დის სავაჭრო აქტივობას. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება შემდგომ დიაგრამაზე ჩვენ უკვე შევხედავთ ლარის კურსის მაჩვენებლებს. აი ლარის კურსი ასევე პანიკური პერიოდის განმავლობაში, როდესაც ხდებოდა სწორედ ლარის კურსის ესეთი უაზრო, ასე ვთქვათ, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ეკონომიკასთან, უაზრო თამაში, ასე ვთქვათ, სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში, აი როცა ვამბობდით, რომ ლარის კურსი არ არის გაუფასურებული ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე, რომ ეს პანიკური გაუფასურებაა. დიახ, ეს იყო პანიკური გაუფასურება, ვინაიდან ჩვენ ნახეთ შემოსავლები ექსპორტიდან, ნახეთ ექსპორტის და ჩვენ ნახეთ ინვესტიციები, იყო ინვესტიციებიდან შემოსავლები, შესაბამისად შეუძლებელი იყო ლარის კურსის ეს მაჩვენებელი ყოფილიყო გონივრული. სწორედ ამიტომ ლარის კურსი ბოლო პერიოდის განმავლობაში, ესეც სულ ბოლო მონაცემია, დაუბრუნდა იმ მაჩვენებელს ზუსტად, სადაც ეს იყო ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, ნოემბერში არჩევნების შემდგომ დასტაბილურების პერიოდში და ეხლა გულწრფელად რამდენი გიყურებთ, რამდენმა თქვენგანმა აი ამ პანიკის გამო დაკარგეთ თანხა, რამდენმა თქვენგანმა ამ პერიოდის განმავლობაში იყიდეთ დოლარი, ეხლა გჭირდება დოლარის გაკეთვა და მინიმუმ $100-ზე დაახლოებით 10-12 ლარიანი წაგება ამ პერიოდის განმავლობაში. და სხვათა შორის ვინ არის ზარალებს ისიც მსხვილმა კომპანიებმა, იმიტომ რომ მსხვილმა კომპანიებმა ამ შემთხვევაში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს არ იყო ამ შემთხვევაში ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული, თორე სხვა დანარჩენ შემთხვევაში კურსი მართლაც მაღლა დარჩებოდა, თუ მსხვილი კომპანიები დაიწყებდნენ მაგალითად დეპოზიტების გადადოლარებას. არა, მათ ლარი შეინარჩუნეს, იმიტომ რომ ლარი გამყარდებოდა აუცილებლად, რადგან ფუნდამენტური ფაქტორები აქ არაფერ შუაში იყო, ეს იყო ხელოვნური პანიკა, რომელსაც თესავდნენ და სამწუხაროდ ეს მხოლოდ მოსახლეობას აზარალებს ხოლმე. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება ლეგენდა ინფლაციასთან დაკავშირებით. ეს არის ინფლაციის პროგნოზი, რომელსაც ადასტურებს არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ჩვენ ინფლაციის პროგნოზის ვხედავთ ამ პერიოდის განმავლობაში და ვხედავთ, რომ არანაირი რისკი ინფლაციის, რომ გაცდეს ის მიზნობრივ მაჩვენებელს, ანუ 3%-იან მაჩვენებელს არ არსებობს 2027 წლამდე, არა მხოლოდ 2025 წელს. ასე რომ ამ კუთხითაც ეს არის აბსოლუტურად ტყუილი და პანიკური ვითარება და ასე რომ ნუ მივაქცევთ ნურც ამას ყურადღება. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ უკვე მათ შორის საერთაშორისო შეფასებებს. ჩვენ გვეუბნეოდნენ, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები გაუარესდებოდა. S&P არის წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია. S&P დიახ, არჩევნების შემდგომ ეს იყო 7 თებერვალს. BB სტაბილური პერსპექტივით, ასე ვთქვათ, შეინარჩუნა საქართველოს პოზიცია ამ შემთხვევაში. გაუარესდა? არა, დარჩა უცვლელი და უფრო მეტიც სარეიტინგო კომპანია S&P მისაუბრა საბანკო სექტორის სტაბილურობაზე, ისაუბრა რომ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია ინფლაცია და ისაუბრა რომ 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.6% იქნება. ანუ არანაირი გაუფასურება, ტყუილია ეს ყველაფერი. ამას ამბობს S&P. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება. შევხედოთ საერთაშორისო რეიტინგებს ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ Heritage Foundation, როდესაც გვეუბნებიან ბიზნესის შეზღუდვაზე ან რაღაცა მსგავს ნაწილზე, როცა თვითონ ზღუდავენ ბიზნესს. ხედავთ რომ ბიზნესის თავისუფლება ბოლო კვლევით, ახლა გამოქვეყნებული რამოდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევით, ბიზნესის თავისუფლება არის გაუმჯობესებული. ხედავთ ვაჭრობის თავისუფლებას, რომელიც მთლიანად გამწვანებულია, მთლიანად მწვანე ზონაშია. არანაირი რისკი ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს. პირიქით, სრულიად თავისუფალი ვითარებაა. სად არის აქ ეკონომიკური იზოლაცია? შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება ასევე Heritage Foundation-ის
სადაც ჩვენ შევხედავთ სრულიად სხვა ვითარებას, ასევე საგადასახადო ტვირთი, ანუ ყველაზე მისაღები საქართველოს ინვესტირებისთვის ამ შემთხვევაში ვინაიდან დაბალი გადასახადებია, საუბარი, ფუჭი საუბარი მთავრობის გაზრდილ ხარჯებზე და ასე შემდეგ, პირიქით მთავრობის ხარჯების ეფექტურობაში მწვანე ზონაში აინაცვლა საქართველოს. ანუ გაუმჯობესა Heritage Foundation-მა ეს მაჩვენებელი. და კიდევ ერთხელ ფისკალური სტაბილურობის ნაწილი, ანუ მთლიანად გრადობა რა საქართველოს ეკონომიკის ჩამოსვლა, ხედავთ სად ვართ წასულები ფისკალური სტაბილურობის ნაწილში. ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და არა მოგონილი ნაწილი. კიდევ ერთხელ ამ კუთხით ჩვენ უსწრებთ ევროკავშირის არაერთ 13 ქვეყანას უსწრებთ, ევროკავშირის და ნატოს ჯამში 16 ქვეყანას უსწრებთ. აი ამ მაჩვენებლებით ახლოსაც ვერ მოვლენ კანდიდატი ქვეყნები განსაკუთრებით აი ამ მაჩვენებლებთან მიმართებაში. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება ეს არის ძალიან საინტერესო ნაწილი, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ არჩევნების შემდგომ პერიოდში ორმა უდიდესმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა EBRD იყო ბოლო გადახედა საქართველოს ეკონომიკის პროგნოზს. თუ EBRD ამბობდა სექტემბერში, რომ საქართველოს ექნებოდა შედარებით ნაკლები ეკონომიკური ზრდა, სექტემბრის შემდგომ თებერვალში გამოაქვეყნა ახალი პროგნოზი, სადაც თქვა, რომ არის 6%. ანუ 1.4%-ით გაზარდა არჩევნების შემდგომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა. და თუ საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო, EBRD-მა საკუთარი რეპუტაცია დააყენა ეჭქვეშ და თქვა, რომ არა პირიქით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა და მსოფლიო ბანკი ასევე. მსოფლიო ბანკს უფრო მაღალი შეფასება ჰქონდა თავიდანვე განსაზღვრული. ივნისის შემდგომ იანვარში გამოაქვეყნა მსოფლიო ბანკმა ახალი პროგნოზი, სადაც ასევე 6% დაასახელა პროგნოზის მაჩვენებლად და 1%-ით გაზარდა. ანუ კვლავ არჩევნების შემდგომ პერიოდში ახლა იანვარში მსოფლიო ბანკმა გაზარდა. ანუ EBRD და მსოფლიო ბანკი წარმოგიდგენიათ, რომ საკუთარ რეპუტაციას დააყენებენ ეჭქვეშ და საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოიშალოს თურმე აქ იზახიან ზოგიერთები. და ამ შემთხვევაში EBRD და მსოფლიო ბანკი ამბობს, რომ არა, საქართველოს ეკონომიკას აქვს კარგი პერსპექტივა, პირიქით ზრდიან ისინი მაჩვენებს, რომ წლევანდელი წელი იქნება უკეთესი, ვიდრე გასულ წელს ისინი ფიქრობდნენ და კიდევ ერთი დიაგრამა თუ შეიძლება ამ ნაწილში, სადაც ასევე მთლიანად ყველა პროგნოზია წარმოდგენილი, რომელიც იყო, აუცილებლად უნდა გამოგხსნას საერთაშორისო სავალუტო ფონდი, უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ასევე 6%-ს პროგნოზირებს. მთავარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზი არის ეს და რა არის რეალობა და ბოლო დიაგრამა თუ შეიძლება. ამ ნაწილში, სადაც ჩვენ შევხედავთ უკვე ვითარებას, რომელიც გვაქვს დღეს რეალურად, დიახ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო. ეს არის 2023 წლის ზრდა, აქ გვაქვს 2024 წლის ზრდა 9.5%. ეს შეიძლება მეტი ყოფილიყო ნამდვილად, რომ არა სალკეული პოლიტიკური რისკები, სხვა შორის პოლიტიკური რისკები არის ის ნაწილი, რომელსაც ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი გვეუბნება, რომ მხოლოდ პოლიტიკური რისკებია საქართველოს ეკონომიკისთვის რაიმე ტიპის, ასე ვთქვათ, პოტენციურად შემაფერხებელი, სხვა მხრივ ეკონომიკური პოლიტიკა აბსოლუტურად სწორი მდგრადია, ამას აჩვენებს იანვრის მაჩვენებელი 11.1. ეს არის სწორედ ის, რომელიც ჩვენ რეალურად გვაქვს და არა ის ჭორები, არა ის აპოკალიფტური სურათის დახატვა, არა ის პანიკები, რომელიც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ქონდა. სამწუხაროდ ვისმენდით ამ პერიოდის განმავლობაში ამ ყველაფერს. ერთადერთი რაც არ უნდა დაუშვათ, ეს არის პოლიტიკური რისკები, როგორც გარედან მომდინარე, ისე შიდა ფაქტორებიდან მომდინარე, რომელიც ასევე ხშირად არის ხოლმე ერთმანეთთან საკმაოდ უნისონში, საკმაოდ ესეთ კორელაციაში, საკმაოდ სინქრონულად მოქმედებენ. პოლიტიკური რისკები არის ის, რაც ჩვენ უნდა დაუშვათ, სხვა კუთხით ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აღნიშნავს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. დიდი მადლობა, ბიზნეს ინსაიდერი დღეს დასრულებულია, ჩვენ დავბრუნდებით პარასკევს.